წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა, რომელიც ყოველს ასე ძალიან გვიყვარს, გადაცემა ორენაზე, მეგრულად და ქართულად და უძღვებით ორნი. ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშაჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. მოკლედ ეს არის გადაცემა, რომელსაც მართლა ძალიან ველოდებით, როგორც წამყვანები, ასევე ჩვენი ერთგული მსმენელი და ფაქტის ახეზია გვახარეთ ეს ამბავი ძალიან. ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ვებზე რადიო ათინათი.lg, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე ნებისმიერი ფონტით ჩაწერთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. გადაცემა არის ისტორიაზე, წარსულზე, მასა შემდეგ ეთნოგრაფიაზე და მე და ბატონი ლაშა ყოველი გადაცემის სულობისას ვამბობთ და დღესაც ვიტყვით, ერთადაც ვიტყვით, ცალკეც ვიტყვით, რომ თუ მოგეპოვებათ მასალები მოგვაწოდეთ. ამჯერად მეგრულად მინდა ძალიან დიდი პატივისცემით მოგესალმოთ ონჯუა ჯგირობუაშ ბატონი ლაშა მოხიოლ ამდღა ართოვორეთ სტუდიაზე ხოლო არც ოინტერესე გინო ჩამა მელუნა წოხოლე. გახარებედათ ონჯუა ჯგირობუაშ ოსო ბატონ სოფიო მა ჩკინ რადიო მარჩილებს ხოლო ონჯუა ჯგირობუას უსალა ხორონ ჩიროდა ბედნერო კოოფედათ მართალია ოინტერესე თემაში ვჩებოთ ნამუთრე ჩკინ არქიტექტურულ ნოსკილედე ჩკინ ხურანუაშ გეშა კიფჩიებოთ მუშნერ უდეეფირ მუშნერ ფორმატებირ და ამდღა ართე გიშაკერზაფი თემა მეუნა ჯარგვალი მოკლედ ფაცხაშე გინიბლი ჯარგვალი ფაცხაშე უკვე თენა ევოლუციარე ჯარგვალი უკულიან მუდარე გევენჯი უდეეფრენად მურთენა მუჭოიკეთება ფუაჰო დაუღუთ შანლობანთი შეკოპტკუანთ და მუფორმებ ხოლერტუნ ტიპები მუზმანერდეთ ეს იფრეს კიფჩიებოთ ასე ხოლო მიღნა ჯარგვალები არძა სოფელის დიდ უდე ხო კიგეთგო და ეთი ჯარგვალი ხოლო არძასო ხო მაგრამ ასე ბლოკეიშნ შეხმუდე ეგაფილ მუდებს ხოლო ჯარგვაც ზახნა ვარე ჯარგვა ჯაშე ყორდა ჯარგვალი თვითონ თი ჯოხონა ხოლო ეს მუდანს მოძირანა მუჭო ჯარგვალი ხემრგვალი მოკლედ ასეთი ამბებია ვინც სინაგადაცემა არიცის და დღეს პირველად გვისმენს ფაცხაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან საინტერესო ისტორიაზე და წარსულზე როგორ ცხოვრობდით საიდან მოვდივართ და სადამდე მოვედით და როგორ მოვედით ეს ყველაფერი თემატურად და ეტაპობრივად ჩვენს ყველა გადაცემაში და დღევანდელი ჩვენ თემა როგორც მივხვდით ალბათ არის ჯარგვალი ფაცხიდან გადავინაცვლოთ ამ ჯარგვალში და კიდევ ერთხელ გავმეორდებით გვაქვს ეს გადაცემა ორენაზე რომელიც ძალიან გვეამაყება და სხვათა შორის ეს სხვა არ მიყვარს ეს პიონერები მაგრამ არის ესენა თქვა პირველები ვართ მოკლედ ამ საკითხში ორენაზე გვაქვს გადაცემა და ამჯერად პირველ რიგში ვსაუბრობ მეგრულად და შემდეგ ქართულად თუ ვერ გაიგეთ მოგწერეთ კომენტარის სახით აუცილებლად აგიხსნით ამისთვის ვარ დაგირჩილეთ ბატონლაში კი ბატონო გონისნებართვით შეუდგებით მოკლედ მოგახსენებთ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახდა ჯარგვალი და თავისთავად მეგრულად პირველად როგორც ტრადიციად დავამკვიდრეთ უკვე მეგრულად მოგახსენებთ კათაშრინას არქიტექტურას კაბეთ შანულობა უღდო ეროვნულ კულტურაში ართა ჯგირო მაზრაფარეთინა ნამუ ჩქინ კინოხონს უკუნებშა უკეთებნა და ამდღერდღაშა ქომაჭირნუ ამდღერდღაშა ქომაჭირნუ კათაშ ხურალუას ტრადიციული ნაგეფებკ ჩვეშ კოჩიშ მულარინალ უდეეგდო თიშ მოხარე ომეურნო ეგაფილებკ ოშინერე ნამუ და ათე არძა ნაგებ უდე საქორთუო შხოდოშკვა კუნთხუს მუშ აკანწყომარდუ მერდილდო არდგილობრივი ოშენებელ მასალეფიშ გიმორნაფას ტრადიციებით დუ ნარდი ოინტერესერე თენების ევოლუცია მუჭო ხვადუდ ათენებში ჩკი ეუნელო კიფჩიებუდ სამარგალოს კოჩიშ ოხორი მულარნალ არძანელ არქიტექტურულ ტიპებში ათაშ ნამუ და მოკონა ქუოძირა ჩკინ ჯვეშეფიშ ტრადიციულ არქიტექტურულ კულტურა სოხლერა დეგინო ჩამას მუჭოფშინეთუნ ჩკი კიფჩიით ფაცხაშ ტიპიშ ნაგიშე ასე კიფჩიებუ ჯაშ არქიტექტურაში უმოს რდილი ოხორი უდეშე ნამუსუ ჯოხო ჯარგვალი მარგალურ ზიტყვარე შანულენს კვარკვალია ჯას აფხაზურ ნინას ხოლო კათაშ გინო ჩამავს ხვადუნა ტერმინ აჯარგვალ ნამუთ ონერზებელ ვარე მუჭოთ მარგალურ ნინაშერეთენა მიშული რიშო ჯარგვალ ფაცხაშე გევენჯ არქიტექტურულ ტიპირე და უმოს მანგარი სკვილ კიდალებ უხ ჯარგვალიშ კიდალებ ნაგებდ გინძე გიშათოლირ თელ კვარკვალია ჯალეფიშ ლანდა მორეფით უღუდ ოტკუნთხულ ფორმა ჩელდ დიხადო ჟირ გიმარ ფერდიან ორთვალითრ და გინორთვილ ჯარგვალებს უმოსო გინორთუნდეს ყამბარია და თიჟი ისიროტად ორინალ ჯარგვალურ ნაგეფის გეგმას უღუდ ხაზილ ფორმა კვადრატულ გინძელია ოტკუნთხულ ტიპიში რთენა კვადრატულ გეგმას ჯარგვალური ჯვეშ ორინალ ნაგებ უდეებ ხვადუნა სუმნერ ფორმატ მართა თენარე არტ ოთახიანი ართოლიანი ჟირ ფერდიან ორთვალით ნამუსოთ ვაუღუდ აბარწადო და არც სართულით მაჟრა ხოლორ და ართოლიშ მარა უღ ოთხ ფერდიან ორთვალი წოხ
გინოხლე ბირკულებ ვაუღუნფერ ჭიჭე აბარწაუ გაწოდგიმილდო მასმარე ჟირი ართიანიშ ხასლას ნაგებ კვადრატულ გეგმა ჯარგვალე ნამუთ კონსტრუქციულო ართიან წკუმარე მერცხილდო თეჯდო ძახინელ გურგინიან გინორთვალადო ხურანუა კომპოზიციურ მეჯინათ ართო თვალეთრე გინორთვილ ილია ადამიანშ გინოჩამად სამარგალოსდო აფხაზეთის ათე გურგინიან გინორთვილ ჯარგვალებს კორთხონჯუც უცახნა ჯარგვალეფიში ეიოგაფალო უმოსო გიმირნუაფუ ცხოდოშხანერ კოლხურ კვაღა არგუნებ ნამუთეს თუთე შათოლუნდეს ართიანის გინასკვალ კონსტრუქციულ დეტალებს არქეოლოგიური ძირაფუებით ისტორიულ კოლხეთის ტერიტორიას რეელ ჯარგვალურ ტიპის ნაგებობების ნოსკლიადეფრე ძირაფილი მიღუნა წყარს ელასირდო შაშგი შასკირაფილ დიხაშ მასიურ ჯაშ ენაბეშტებ ნამუთ ართიაში ჯიდოჟი ჰორიზონტალური გენსკარი კიდალებ დინახლე დო გალე ელასირ ლეტას სკელფინათრე გოჭაბილ თუდო გიორენ ჩერჩელ ხოლო დიხაშრე დო თინა ბონასრე გამანგებულ დო ჯგირო გეტაბაკელ ჯათნ დიდარ კოლხეთის ჯაშ მასალების გიმორნაფა დომინანტრე დო თენეფშკას ჯეშო ჯარგვალურ ტიპის ნაგებების ტექნიკა ხოლო არზაშუმოსო მასიური იძირე ოშინერე თინა ხოლო ნამუდა სოციალურო გიშარჩკნელ კათაშრინას ჯარგვალ ხადუნა ოდა უდების კომპლექსებს მართო დო თეშელებუარ მინჯეებ თიშ ფორმებს დო ხარისხის უმოსო სკვამას კვანწილო აკეთენა ჭარბუეფის წუეფით მიჩქუნა მუჭოთ ჯარგვალური ორინელ დო დუდიშ გითაფორაფა ნაგებუეფი ანტიკურ ბურჯის ხოლო ფართასოფე გოფაჩილ მუშოკო რაგად ჯარგვალ ფაცხაშე უმოს მანგარ ნაგებიდო კონსტრუქციულო ხოლო უმოს აკოსკვიდ რე თინა გიშეგორუ მუჭოთ ჟიბ შინეთუნ მუდგასმარენ მეჯინათ სამარგალოს ათე ტიპის ნაგებუეფის არზა ჟუმოს არქაულ ტიპო შილebe ქიმიფჩინათნ ჭვარკალის ჯოხონათ შკინელ არტ ოთახიან არტთოლიან უაბარწოდო ოსინთე შუმშოიან ორინელ უდე ნამუთ უმოსო გიმირნუაფუ დუღონო კათაშ მულარენჯოდო ამან ჩკინ ბორჯიშა ქმაჭრნო მუჭოთ მოხვარე ნაგებიქონ თეში უკულიან ფორმა უდეშ ნამუთ უმოს რდიდრე მუშ კონსტრუქციულ ფორმათინ თენარე ჯაშ არტოლიან უაბარწო არტ მინალუღუნფერ ნაგები მასმას ტიპრე ჯარგვალი შუმოსო მორდილ ფორმა სოდე ჭიფე აბარწარ ჩკინდუდო უკახლე გიმალ კარ ხოლო გოუხ თავრიში ფიოშ უკახლენ გოჭოფიშა გინიუშ თისთაკ უღუდ ყვანა მაღაზა ოჩხობლე მარაკა ოსკიდო თაში მანთხა ტიპის ჯარგვალიში ფორმარე ბოყვენ ოშინერე თინა ხოლო ნამუდა ხოლო ფხადუნა ჯარგვალის ტიპის არტ მულარნა ნამუსუდ ჟი მინოდგიმი ჯარგვა ჯოხო თენა სამარგალოს გვალო ნაკლებო ფხადუნა უმოსო ლაკადადო გვალა აკანემს გიმირნუაფუ თენა ორინალ უდეთ თენარდუ ჟირსართულის უდე ჟირსართულიან ნამუთ ალპურ ზონაშ ზარხულის ორინჯ ოდიარი აკანებს მულარნალ უდეშ ფორმა ამღერდღაშა ქმაჭირნო თენებ ხოლო უთოლ ჯარებშერი ართიანშა მუნოხუნაფი სოდე ჟი კოჩიშ მულარნალდუ დო თუდო ორინჯიშ ამდღა მართალრე ჯარგვალის ტიპის უდეას ფასხაშუმენტაშო ვორწყეთ მარა თენა ხოლო ნაკლებორე უკვე ბოლო ბორჯის ქდიწყე შელებუან ფანიემ ჯარგვალეფის გედგომა დო თესუმოსო დეკორატიულ ფუნქცია უღ მარა იშენ მანგარ სახილო საქვარვარე თენა თეცალ მოჩამამიღუნა ჩქი ჯარგვალებში ხო, გვალო ინტერესე დო ასე უმოსო მუშენრე თენა მადევე კვირი. ჭიჭე შელებუა უღუნფერ ოჯახის ფანიებს ითენა შურდოგურით კეთებული ქორენ ვაფიფქრენ. მუშენდა უმოსო დეკორატიული დო მუშენ ასე თენა ჩკინ ისტორია რენია თენა ჩკინ წარსული რენია დო ეს ადღე გრძელოებს თქვანა გინძე პარტოსენ ეთე ჯარგვალიც კუმა ენა ხომ იღუნია უდე და თუ ამორკურა ათენა ხოლო ჩკინ ისტორია რენია დო ითა მოშუმალო დო ჭკომა მარანი დო ჯარგვალი ხო დო თენა გათანამედროვებული ვერსია მარა თინა რეჯგირი ასე ქდიჭყეს ალთენტურ ფორმა მუშტე თიში მუდაში გილაკვირაფა ანუ თინა ოკონა თი ჯვეშო მუჭორდომ თიშნერ გაკეთანი თენა უკვე ჯგირი ტენდენცია ხო კონდიციონერ მიკორე ინას მუჯოხა ჯარგვარს თინა ჯარგვალი ვარ თო მეტალოპლასმასისა კარდო აკოშკა მავა მიჭ ხო და აი ასეთი ამბები მოკლედ აი ხა ესეთი რაღაცა კარგია როცა რაღაცა ისტორია გინდა მეგრულად შეიძლება რაღაც არასწორად თქვი ხა მე იქ მაგრამ აი ხა ქართულად ვიტყვი ზუსტად იმიტომ რომ არ მინდა დაიკარგოს და ეხა რაც მეფიქრებოდა გულში მაქონდა თქვა იმიტომ რომ სწორედ იძლევა საშუალებას ეს გადაცემა როცა რაღაცა გინდა წარსულთან პარალელი გაავლო როცა გინდა შენი ისტორია გააცოცხო და მისი ნაწილი გახდე და გაუზიარო სხვებსაც ერთ-ერთი თუ ვერ გადაიტანე მიახლოებული მაინც უნდა იყოს არაფრით არ შეიძლება გადაპარანჭვა და არ ვიცი მე მირჩენე ისტორია ჩუქურთმები აი როგორი ნაგებობა ხეის ყველაფერი ეს გალაკავიქ მართლა კონდიციონერს დააყენები რაღაცა ბუხარი ელექტრო და რაღაცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჰატრაკოეცობა ეს არ არის არც ჯარგვალია და არც არაფერი ქეიფი გინდა და ასეთი პირობები გინდა წად რესტორანში ქევა ჯარგვალი ეს ისტორია ეს შემოინახავ აქ ხო პატიშებს სტუმრებს აქ ხო მოყავს ადამიანები ხო შენ უნდა ანახო შენი ისტორია მარტო სადღეგრძელო და ღვინით და ღიფზე დოქის დადგმით რას ვერჩი ამ დალევარ უყვარს ესეთ ხალხს დღეს აღარ მოყვარს ბატონაშე მაგრამ ვერჩი იმიტომ რომ არ მიყვარს გადაპარანჭული არაფერი ისტორია არ უნდა გადაიწეროს ისტორია უნდა იყოს ერთ-ერთი და ზუსტად წარსული თუ გინდა რომ იქ იყო და შეიგრძნო და გაითავისო რომ ასეთ
პირობებში ცხოვრობდნენ. შენ ეხლა რა მოგიგ ხასაბედირო ჩვენთან დაიწყო ტენდენცია ეთნოსოფლების გაშენება. ძალიან მომწონს. და სწორედ აქ არის დაცული ის ტრადიციები უმეტესად დაცული და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ის აღორძინონ ის ძველი სამშენებლო ტრადიცია, არქიტექტურული იერსახე და სხვადასხვა ეს ტურისტებს ძალიან მოსწონთ. გამომდინარე იქიდან რომ თუ როგორი ფორმით იყო აქ საცხოვრებელი ნაგებობები, რა ფორმებით იყო, როგორი განვითარება, ევოლუცია განიცადა და ეს ზუსტად როგორ შესავალში აღნიშნეთ ეს ასახავს სწორედ ეროვნულ კულტურას. და ეს ავთენტური იერსახების აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს მოსწონთ ჩვენს ტურისტებსაც და ბუნებრივია თვითონ ხალხური ხუროთმოძღვრება არ იყოს შეზღუდული რაღაც სამშენებლო კანონები, წესები და ასე შემდეგ. ანუ ისინი აკვირდებოდნენ ბუნებას, გარემოს და იმის მიხედვით როგორი ადაპტირებას ახდენდნენ ფორმების და ის ვითარდებოდა და ამაც ძალიან მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ეროვნული კულტურის წარმოჩენისთვის. ამიტომაც შევჩერდით ჩვენ სწორედ აი ამ არქიტექტურულ ნაგებობის განვითარებაზე და ამას გვერდს ვერ აუვლიდით. ბუნებრივია შეიძლება ზოგიერთთვის არ იყოს მეტად საინტერესო, მაგრამ თავისთავად ეს რომ არსებობდა, ეს აუცილებლად უნდა დაგვეფიქსირებინა და ხაზგასმა უნდა გაგვეკეთებინა. დიახ, და თან თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსტონ ტურისტებს. არც ერთ ტურისტი არ ჩამოდის იმ ქვეყანაში, სადავრი კულტურის ცოტა აზრზე მაინც არ არის, ხო? და რომ მოდის და რომ ნახავს, რომ რაღაცა ერთ-ერთია, რაღაცა ძალიან გავს, იზიდავს, სხვასაც ეუნება და მე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს აინტერესებს, თორე ყველა ტურისტი მიხვდება, რომ რაღაცა ისე არ არის და რაღაცა აი გადაპრანჭულია, გადამეტებულია, გადამლაშებულია და რაღაცა გათანამედროვებული. ისტორია აინტერესებს ადამიანს და უნდა ნახოს წარსული. კი ბატონო, უბრალოება. ემერ ტახილ ხერკე მიღუდეს თუ მუჟოღოთ ეს კოპეშიაში, ხერკე ეიობუნალ ტახილ. თიქოლე დეზარი კოჩეშ ძიზღა ხალიში კვათუ აკდოინას ხუნუაკ. ენარ წარსული და ისტორია. ქართული ვერსია გვჭირდება აუცილებლად. კი ბატონო, აუცილებლად მოკლედ ქართულად მოგახსენებთ. არქიტექტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს იმ მაღალი ეროვნული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ჩვენ წინაპრებს საუკუნეების მანძილზე შეუქმნია. დღემდე შემორჩენილია ხალხური ხუროთმოძღვრების ტრადიციული ნაგებობები, ძველი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა და ფრიად საყურადღებო ძეგლები. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ნაგებობანი საქართველოს სხვადასხვა მხარეში ბუნებრივ გარემოსთან შეგუებისა და ადგილობრივი საშენი მასალების გამოყენების ტრადიციების შესაბამისად არის განვითარებული. ამიტომ საინტერესოა, რომ თითოეული მათგანი საზოგადოებას დეტალურად გავაცნოთ. ამჟამად ჩვენ გვინდა წარმოვაჩინოთ ტრადიციული არქიტექტურული მემკვიდრეობის გზები, წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ფაცხას ტიპის ნაგებობაზე. ახლა კი შევეხებით ხის არქიტექტურის უფრო განვითარებულ საცხოვრებელ ტიპს, რომელსაც ჯარგვალი ეწოდება. ჯარგვალი მეგრული სიტყვაა და მრგვალხელს ნიშნავს. აფხაზურ ხალხურ მეტყველებაში გავრცელებული ტერმინი აჯარგვალ უდაოა, რომ სწორედ მეგრულ ენიდან არის შეთვისებული. ფაცხისგან განსხვავებით, ჯარგვალის კედლები ნაგები იყო გრძელი, გაჩორკნილი ძელებით, იყო ოთხკუთხედი ფორმის, მიწური იატაკიანი და ორფერდსახურავიანი, უპირატესად ისლით გადახურული. საცხოვრებელი დანიშნულების ჯარგვალურ ნაგებობებს გეგმას აქვს ოთხკუთხოვანი მოხაზულობა. კვადრატული, წაგრძელებული სწორკუთხედი ფორმა. კვადრატული გეგმით ჯარგვალური ძველი საცხოვრებლები ხდება შემდეგი სახის: 1 ოთახსათავსიანი, ორქანობიანი სახურავით, არ აქვს ღია აივანი და ერთსართულიანი არტივი ნაგებობაა. მეორე ეს არის აგრეთვე ერთსათავსიანი, მაგრამ აქვს ოთხქანობიანი სახურავი. წინ აქვს უმოაჯირო ღია აივანი და მესამე არის ორი ახლო მდებარე კვადრატული გეგმით ჯარგვალური ნაგებობა, კონსტრუქციულად დაკავშირებული ერთმანეთთან, ეგრეთ წოდებული გვირგვინული გადახურვით და ხუროთმოძღვრულ კომპოზიციური თვალსაზრისითაც ერთ სახურავის ქვეშაა გაერთიანებული. მკვლევარ ილია ადამიანის ცნობით, სამეგრელოსა და აფხაზეთში გვირგვინიანი გადახურვის მქონე ჯარგვალებს კორთხონჯული ეწოდებოდა. ჯარგვალურ მშენებლობაში ძირითად სახურო იარაღს წარმოადგენდა სხვადასხვა კოლხური ცული, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო ზოგიერთი კონსტრუქციული კვანძის მარტივი ჩდობით შესრულება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ისტორიულ კოლხეთის ტერიტორიაზე არაერთი ჯარგვალური ტიპის ნაგებობის ნაშთია დაფიქსირებული. შემორჩენილია მასიური ხის ძელების ანაბეჭდები, რომლებიც ერთმანეთზე მიჯრით ჰორიზონტალურად იყო დალაგებული. კედლები შიგნიდან და გარედან თიხის სქელი მასით იყო შელესილი. ასევე თიხის ფენით საგულდაგულოდ იყო მოტკეპნილი იატაკი და ასე შემდეგ. ხეთყი მდიდარი კოლხეთის პირობებში ხის სამშენებლო მასალების გამოყენება ბუნებრივია დომინანტი იყო. მათ შორის უძველეს პერიოდში ჯარგვალური ტიპის სამშენებლო ტექნიკაც უფრო მასიური ჩანს. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაწინაურებული მოსახლეობის ფენებში ჯარგვალი ხდება ოდის კომპლექსთან და შესძლებული მეპატრონის უნარის მიხედვით მისი ფორმები და შენების ხარისხი უფრო დახვეწილად და მკვიდრად გამოიყურება. წერილობითი წყაროების მიხედვით ძელური საცხოვრებელი თუ თავდაცვითი ნაგებობები ანტიკურ ხანაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ჯარგვალი ფაცხასთან შედარებით უკეთ შეკრული და კონსტრუქციულად შედარებით რთული ნაგებობაა. ის ხასიათდება მრავალი სახის სხვაობით. სამეგრელოში ამ ტიპის შენობების ადრეულ ფორმად უნდა ჩაითვალოს ჯღვარკალის სახელწოდებით ცნობილი ერთოთახიანი, უაივნო და უსარკმელო საცხოვრებელი, რომელიც ძირითადად დამახასიათებელი იყო მოსახლეობის დაბალი ფენისათვის და რომელმაც ჩვენს დრომდე დამხმარე სამეურნეო ნაგებობის სახით მოაღწია. შემდეგი ფორმა სახლისა, რომელიც შედარებით განვითარებულ ნიმუშად მიგვაჩნია, არის ძელური ერთოთახიანი, უაივნო, ერთი შესასვლელების მქონე ნაგებობა. მესამე სახე
სახეობა, რომელიც ასევე ჯარგვალის განვითარებულ ფორმას ქმნის, ვიწრო აივნიანია, მას უკანა კედელში უჩნდება კარები სამეურნეო ეზოში გასასვლელად, სადაც გლეხს, ქარდაყანისა, ედგა მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისთვის საჭირო ისეთი ნაგებობანი, როგორიც იყო ნალია, ბოსელის საღორე, სათხე, საცხარე და ასე შემდეგ. მეოთხე სახეობა არის ბოყვენი. საინტერესოა, რომ ხდება ჯარგვალი ტიპის კიდევ ერთი განვითარებული ფორმა, რომელსაც ჟინმნოდგიმილი, ანუ შედგმული ჯარგვალი ეწოდება. ეს იყო ორსართულიანი ჯარგვალური სახე, რომელიც ალპური ზონის საზაფხულო საზღვრებს დროებითი საცხოვრებლის სახით ბოლო დრომდე შემორჩა. ისინი ჩვეულებრივ გავთვლილი ხეების ერთმანეთში ჭდობით ნაშნებ ორსართულიან ნაგებობებს წარმოადგენდნენ. შედგმული ჯარგვალის მეორე სართული ოჯახის სამყოფ საზღვრებს წარმოადგენდა, ხოლო ქვედა სართული ტიპიური სამეურნეო დანიშნულებისა იყო და იქ უპირატესად ბოსელი იყო განთავსებული. დღესდღეობით ჯარგვალის ტიპის ნაგებობებს აცխაზე ხშირად, მაგრამ მაინც ასე იშვიათად ხვდებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ შესაძლებელმა ოჯახებმა დაიწყეს ჯარგვალური ტიპის სახლების აქტიური ამშენებლობა, რაც ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ინტერესი ჯარგვალის ავთენტური იერსახის მოძიებაზე. ვფიქრობ, ამაში მათ ჩვენი დღევანდელი რადიო გადაცემაც გარკვეულწილად დაეხმარება. მოკლედ ესეთი ამბები, ძალიან საინტერესო ამბები. ჯარგვალიც ავაშენეთ. ჯარგვალიც ავაშენეთ და მოდი ახლა ჩვენ უკვე მის შემდგომ ევოლუციურ სახეს თეთრ ტიპს ბოყვენის უდე. ბოყვენი კუჩხებს გერემთი უდე. ბოყვის უდე. ბოყვის უდე, კოპატონ. ბოყვენი, ბოყვის უდე, პიტაფიცარს უზახნათ ეს მაჟანერო, ათეშეკიფჩიათ. კოპატონ. შეთენა კვალი მოდელია სოდგარენ შირebe ქორდას დოსკები, მაგრამ უმოსოთენა კვალი დინაფილია ბოყვის უდეები. ბოყვის უდეები, თიუდე ვარნო კუჩხებს გერენ. კის ეკიფჩიებოთი ფლეჩ, დეტალურად, ვეჩქარათ. ხო, ხედავთ როგორ ხდება, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, მეც კი არ მეუბნება, ბატოელაშა რა და როგორ. ხომ ძირუნ დირფელი უკულ ქიფჩიათე და უკულ თენარე თიცაშხა. მოკლედ, აი ესეც საინტერესო გადაცემათა სერია გველოდება წინ ყოველს მინდა. წარმატებული და ბედნიერი საღამო გისურვოთ და დაგველოდეთ. ბევრი კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ესნეთ წერტილში, Facebook-ზე რადიო 10 და YouTube-ზე. ოდაბადეშ კინოხოს ჩაწერთ და ყველა გადაცემა იქვეა. მადლობა ბატონლაშას და ყველას, ვინც წვრილი შეიტანა ამ შესანიშნავი გადაცემის შექმნისთვის. უძღვებით ორნი კიდევ ერთხელ გეტყვით, მათთვის პირველად გვისმენს ისტორიკოს მკვლევარი ბატონლაშა ჯექია და მე სოფია ხუსიშვილი. მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. ჯგირო ბოას გიზელანც და ჯგირო ზოჯუნდათ. ჯგირო ზოჯუნდათ, ჩი რადიო მარჩკლებ, ონჯოა ჯგირო ბოას ხოლო არჩა, ხემარდილო, ხეხვამელო ქორდად და იფრე გამართლებოდან. კარგად ბრძანდებოდეთ, ძვირფასო რადიო 10 მსმენელებო, ძალიან გვიხარია თქვენთან ურთიერთობა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე 10 ეთერში.